მაგრამ თავდაბლობას, ეხლა შენ თავდაბალი კაცი ხარ და ყველაფერში გამოიხატება ეგ რა, აბსოლუტურად ყველაფერში გამოიხატება და რამდენი წელი ერთმანეთს ვიცნობთ და თამამად აი დავიჯდებით. თავდაბალი ვარ, მაგრამ ტრაბახი. მამით ქართველი ვარ, მაგრამ დედით გურული და ბიძაჩემი ცხონებული ჟორა მახსოვს. შე მართალს ვამობდა ტრაბახში მეთვლებაობა. ტრაბახი ეს ცალკე თემა არის, მაგრამ თავდაბალი ადამიანი ხარ და აი ზოგადად თავდაბლობას, ამას აი ბიზნესში და საქმიანობაში, აი რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს. სანდრო, ეს ამას თავდაბლობას ხელოვნურად ვერ ისწავლი. ხელოვნურობა ეს ან უნდა გენებში ქონდეს, ან მშობლებმა უნდა გასწავლონ და ჩემ შემთხვევაში მე დედაჩემი მასწავლიდა ამ ყველაფერს. დედა გუმანიტარი იყო, მამაჩემი ის როიცი და შვილო, ეხლა ქართველი კაცი შენ არაფერი არ დაიზეპირო. ლოგიკით უნდა ისწავლო ყველაფერი და დედა ჩემი კიდე მასწავლდა შვილო ხალხთან არის ჩხუბო რატომ მეთქი დედა მეთქი და თუ მართალი ვარ და ხალხი ყველა ადამიანები ღმერთის შვილები და ღმერთის შვილებთან ჩხუბი არ შეიძლება და მე რას როგორ მკურნალი იყო ცხონებული და მე თუ მაინდა-მაინც გინდა რაღაცას ებრძოლო ინფექციებს და ავადმყოფობებს ებრძოლეო შვილო და ხაგავხდი ექიმი მუშავა ხოდა ეს მომენტი აი გენეტიკურად არის ან აღზრდითია რა იმიტომ მე კიდე თავდაბლობას რას ვაბრალებ იცი მედიცინასაც ვაბრალებ რო უყურებ ადამიანს აი რანაირ ბიჭო ჩვენ ვიგონებთ ამ რიტუალებს და რეგალიებს და იმას თორე როგორც შიშულები მოვდივართ ამ ქვეყნად ისე ისევე იქ მივდივართ იმან ღმერთის წინაშე ყველანი ერთნი ვართ მდიდარი ღარიბი ჭკვიანი არაჭკვიანი ნებისმიერი ღმერთი აი როგორც გაგვაჩინა ამ ქვეყნად უფალმა ისევე მივყავართ იმასა ჩვენ რა აჯანდაბად გვინდა ერთმანეთს რომ იმას მკერდს რო ვიბერავთ და იმაშევით ერთმანეთს უმტკიცებთ რაღაცას ხო ადამიანის შვილები ვართ, ღმერთის შვილები ვართ ყველა ადამიანები. ხოდა არ გვინდა ერთმანეთის წინაშე ბობოქრობა და ყოყოჩობა რო იტყვიან და აი ეს მომენტი იმიტომ დავდივარ ასე ხანდახან თავიდან რა პრობლემა მქონდა იცი გაგეცინება რომ მოდიოდნენ და ვინ არის აქ მე პატრონეო და რომ დამინახავდნენ მართლა შენახარო და იმას წარმოდგენაში ხა ოქროს ცეპები და რაღაც ისინი უნდა მე ალბათ მეკეთას და ბარი და იმით თოხით თუ დამინახეს ახლა მუშაობ სულ ეშლებოდა ტვინი და ეხლა ნელა მიეჩვიენ რა ეთყობა გიჟი არ ვარ მიყვარს აი უბრალოდ მიყვარს იმას რასაც ვაკეთებ და ფრონტში ყოფნა რა ყოფნა ხო რომ შენი ხელით გაკეთებული უფრო გემრიელი არ არის ადამიანი ვიდრე პირობითად რა შეგიძლია რომ გააკეთო ჯდომა შესანიშნავი კაბინეტი გაქვს დაждდა ეხა კაბინეტში და პირობითად იქიდან მართო სიტუაცია ხო ანუ გასაგებია შეიძლება აქაც არის გარკვეული ხიბლი მაგრამ ყველაზე მაგარი არის როდესაც დამფუძნებელი ფრონტშია გასული შენ რო ყველაზე მაგარი აი ჭუჭყიან ხელებში ჭიახში რო გაოფლილ ხელებში არის მთელი ხიბლი და ბიზნესის კეთების არსი თამას აი რამდენი ინტერვიუ არ ქონია მაგრამ აი ასეთი ემოციური და ასეთი აი ღრმა საუბარი ხო აი გარკვეულ თემებზე საქმეზე საზოგადოების სამეწარმეო განვითარებაზე და შენ მე არ მახსენდება მაგალითად აი დღეს რა ინტერვიუს გამოგვივიდა რა ეთყობა რომ უფრო ახლოვდებით და მეგობრდებით უფრო ღრმა გამოგვდის ხო ძალიან საინტერესო გამოვიდა და მე აი ჯამში ხა მე წარმომიდგენე ხა გაცილებით ადრე გესტუმრები კიდე მართალია მაგრამ აი წარმოვიდგინე 1 წლის თავზე რა იქნება აქ კიდე ორედო სიტყვით გითხარი შენი გეგმების შესახებ და გეგმები არის ახლა აი გასართობ ზონას ვაკეთებთ იმიტომ გასართობის ზონა ხავრობას აკლია სპორტულ სივრცეს ვაკეთებთ თელეგრამი რაღაც კინოთეატრია თავის იმით რა ქვია წყლებით და იმით სუნებით და ყველაფრით და აი ესეთი რა რომ მოძრაობს და ის არის 7-დე თუ 9-დეს არ ვიცი რას უძახიან იმ შენებლობა დავიწყეთ ხო კინოთეატრის და რაც მთავარია მომავალ წელს დიდ აუს და თავის დიდი ველნესით
თავის მოძრავი სახურავებით და იმით ხო იცი ხლა ან არ ვაკეთებ, ან თუ ვაკეთებ ძალიან მაგარი უნდა გავაკეთო, გული და სული უნდა ჩავდო და ეს თანხები ვინაიდან მე თვითონ მარტო ვარ და ჩემი ძალებით ვაკეთებ, დავაგროვებ და მერე მივცხებ ხოლმე. დავაგროვებ და მერე მივცხებ ხოლმე. იმიტომ წელს 20 წელია უკვე რაც ბიოლი დაწყებული მაქვს. ძალიან მაგარი. 2005 წლიდან დაწყებული აი ადგილი რო ავარჩიე, რა ადგილობრივებიდან აი ნაკვეთებს რო ყიდულობდი, მახსოვს 2007-ში ყველაზე ძვირი რო გაიგეს უკვე ხმები დაყარეს უკვე რო ის პირიდან ჩამოდის ბიზნესმენიო და კურორტის აშენება უნდა და 2007-ში უკვე ნაკვეთი ბოლო ნაკვეთი მაქვს ნაკიდი $50 კვადრატული მეტრი 2007-ში. 2007-ში.